პირველი მოთხოვნა წავიდეს ინვესტორი სრულად განთავისუფლდეს ძველი სახელებისგან GM-ის მოპოვება სახელმწიფო მმართველობაში გადავიდეს ჭიათურ მანგანუმი ამდენი მანგანუმი მართლა მათხოვრულ ფასად გადის ჩვენგან ეს ამაზრზენია და ამით მდიდრდება ვიღაცა კაპიტალიზმი ვიღაცა კაპიტალისტი ხლიფავს გვანადგურებს და არ გვიტოვებს საარსებო გარემოს არ გვიტოვებს მწვანე გარემოს ჩვენ ჭიათურაში უფრო მეტი სიმსივნით დაავადებულებს გვიტოვებს ჩვენს ქალაქში გულსის სტარსვა დაავადებულებს გვიტოვებს ჩვენ ქალაქში მაშინ როდესაც ჩვენს ქალაქს ნორმალური საავადმყოფო არ აქვს რომ ავადმყოფი მივიდეს არ წავიდეს თბილისში არ წავიდეს სადმე სხვა რეგიონში ამ ხელა პროფესიული დაავადებების მქონე ქალაქი სამწუხაროდ ჩვენ არ გამოვსულვართ აქ იმ მიზნით რომ შევცვალოთ ხელისუფლება რომ ჩავნიშნოთ ახალი არჩევნები რა შეიძლება მოხდეს ჭიათურაში თუ მთავრობამ არ აიღო პასუხისმგებლობა აქ რომ ათასობით ადამიანი ვდგავართ დღეს აქ აღარ იქნება ჭიათურაში ამდენი ხალხი ჩვენ მოგვიწევს სხვა ქალაქებში წასვლა სხვა ქვეყნებში წასვლა იმის გულისთვის რომ ლუკმაპური მოვაწოდოთ ჩვენ ოჯახებს და მე არ მინდა სხვა ქვეყნიდან უყურებდე ჩემ შვილს როგორ იზრდება სკაიპით მე არ მინდა ამ ქვეყნიდან წასვლა ლუკმაპურის საშოვნელად ამ ქალაქიდან წასვლა მე არ უნდა წავიდი ამ ქალაქიდან უნდა წავიდეს ინვესტორი რომელმაც ამ მდგომარეობაში ჩაგვაგდო ეს არ არის ბუტკა როცა მოგინდება გააღო და როცა მოგინდება დაკეტო აქ ცხოვრობს ხალხი და აქ მუშაობს და შრომობს ხალხი ამიტომ კეთილი ინებოს მთავრობამ პასუხისმგებლობა აიღოს და მიაბრძანოს როგორც მოაბრძანეს აქ ვინც მოაბრძანა ადამიანი სახში მიდიოდა და ამოთხილ ორმოში ტრაქტორისგან ამოთხილ ორმოში ჩავარდა და ჩაიხჭა ის როგორ შეიძლება რომ ეს არ გავიხსენო როგორ ეს ხო არ შემიძლია ახალგაზრდა ადამიანი რომ დაიღუპა დარგვეთში ხო გახსოვთ თქვენს ხო და ეს რა არის ხალხო ეს ეკოლოგიური კატასტროფაა უკვე რომელიც პირდაპირ კლავს ადამიანებს ინვესტორის სახელით მოსული ვირთხები მტრები გამყიდველები გარდა იმისა რომ გვამშევენ გარდა იმისა რომ გვწამლავენ პირდაპირ მნიშვნელობით ამ ორმოებში გვახჩობენ გვკლავენ 2017 წელს დაჯარიმებული იყო უკვე ჯორჯიან მანგანეზი ლამის 500 მილიონით ეკოლოგიაზე მიყენებული ზარალით აგერ ფაქტი ჩვენი ჭიათურის ყვირილა და ის რომ ჩემი აზრით ვერ გადაიხადა სახელმწიფო მართველი ჩასვა კომპანიაში მიზეზად იმისა რომ გააკონტროლოს აქაური ეკოლოგია სწორი მართვა მოხდეს ეკოლოგიის ამოღების მოსწორების მისი განაყოფიერების და ასე შემდეგ მაგრამ 2017 წლის შემდეგ ჩვენ ყველას გვახსოვს გაუარესებული ჭიათურა უფრო გაშავებული ყვირილა უფრო მეტად მოწამლული ხალხი ქალაქის ქუჩებში უფრო მეტად გადათხრილი სოფლები და უფრო მეტი კატასტროფები ანუ რა გამოდის კიდევ ერთი ჭამელი გაჩნდა კომპანიაში კომპანია რომელსაც ამ სფეროში დარგი აქვს გამოყოფილი ამ სფეროში დასაქმებულ ხალხს 30, 40, 100,000 აქვს ხელფასი ხალხი რომელიც მაღაროში კი არა სამთო-წარმოებაში კი არა ჭიათურაში არ არის ნამყოფი არ იცის რა არის მარგანეცი საიდან იღებს ხელფასს წარმოდგენა არ აქვს ვისი შრომით ვის შედეგად და ის ხალხი ჩვენ კისერზე გვაზის და ეს ხალხი დამცინავად გვიყურებს ჩვენი მეორე მოთხოვნა არის შეიქმნას ფონდი სადაც გარკვეული თანხა ჩაირიცხება მანგანუმიდან მოპოვებული თანხა მანგანუმის გაყიდვების შედეგად მოპოვებული თანხა ჩაირიცხება ჩვენი შვილების ანგარიშებზე ყველა ჭიათურელი ბავშვის ანგარიშზე რომელსაც სომა ექნება
18 წლის შემდეგ თავის დაგროვებული თანხა აიღოს და მოიხმაროს თავის განვითარებაში. ჩვენ სულიად გვაქვს ამის უფლება. თუნდაც იმიტომ, რომ გვაიძულებს და იძულებული ვართ, რომ ჩვენი შვილები ვაცხოვროთ ამ დამტვერიანებულ ქალაქში. მანგანუმის მოპოვება და გადამუშავება ყველამ კარგად ვიცით, რომ ეკოლოგიას ანადგურებს, აბინძურებს ქალაქს და თითოეულ ჩვენთანგანს გვიწევს ბინძური ჰაერის ჩაყლობა. მთავრობამ დროულად მოგვაქციოს ყურადღება. ხმამაღლა რომ გაიგონოს მერიამ ველოდებით პასუხს კომუნალურებთან დაკავშირებით. ფაქტია რომ ვერ ვიხდით და არავინ არ ჩაგვიჭრას, იმიტომ რომ ვერ ვიხდით. არ ვიხდით კი არა, ვერ. და ეხლა შეგვიჩერეთ ეს კომუნალურები. გაგვინოლეთ ეს კომუნალურები. ვიდრე არ აღდგება სამუშაო პროცესი ჭიათურაში. ჩვენ არ ვიძახით, წავიდეს ხელისუფლება. გარკვეული მიზეზების გამო ჩვენ არ გვაქვს ინტერესი, არ შესაძლებლობა, არც ამის განათლება, რომ ქვეყანას სათავეში ჩაუდგეთ და ის მართოთ. ამასთან ერთად ჩვენ გვინახია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, სხვადასხვა სახეები ხელისუფლებაში მოსული, მაგრამ ჩვენთვის არ შეცვლილა ხალხო არაფერი. ჩვენთვის, ჩვენი უფლებებისთვის არ იბრძვის არავინ. დღეს რო ზესტაფონი ჩვენ გვერდში არ არის, კიდე ბევრი რო არ არის ჩვენ გვერდში, მათანაც ჩვენ მივიტანთ სწორად ჩვენ საქმეს. მათაც გავაგებიებთ თუ რა მნიშვნელოვან საკითხებზე გვაქვს საუბარი. მათაც დავაყენებთ ჩვენ გვერდში. მერე ათასეულობით ადამიანებში აღმოჩნდება ისეთი ხალხი, რომელსაც მართლა უყვარს თავის ქვეყანა, რომელსაც აქვს საკმარისი განათლება და მერე ხალხი დაიკავებს თქვენს ადგილს და თქვენ წახვალთ ამ ქალაქიდან, ამ ქვეყნიდან და შეძრებით სოროებში. სანამ მოგიწევთ სოროებში შეძრება, ხალხს უგდეთ ხური, გაითვალისწინეთ ამ ხალხის მოთხოვნები. ჩამოვწადით სასწრაფო ჭიათურაში, მოისმინეთ, რას ვითხოვთ, გაიგეთ, რა ვსაუბრობთ. წამოვწადით სოფლებში, ნახეთ ამ ხალხის გაჭირვება, ნახეთ ჩვენი გადაწყილი სოფლები, ნახეთ დანგრეული სახლები, ნახეთ გაჭირვებული ხალხი, ულუკმაბუროდ დატოვებული ბავშვები, სიცივეში მიტოვებული ბავშვები. ჭიათურის 12 სოფელი ამ კარიერული მოპოვებით და ასე შემდეგ, თუნდაც მაღაროს არასწორი მოპოვებით. იმიტომ რომ ინვესტორი არის, რაც შეიძლება მოკლე დროში სწრაფად იაფად გაიტანოს მანგანუმი. არ ფიქრობს ქალაქის შენარჩუნებაზე, არ ფიქრობს იმ სტანდარტების დაცვაზე. მოსახლეობა შუქრუთის, რომელიც ახლა იბრძვის და რიგში დგას დანარჩენი 11 სოფლის მოსახლეობა, აც უკვე დანგრეული ან მომავალში დასანგრევი ამათი გეგმებით. აი ეს ხალხი უნდა დასაჯონ დანარჩენი 11 სოფლის ნაცვლად. ეს ხალხი უნდა დასაჯონ, იმიტომ რომ პირველად ამათმა ხმა ამოიღეს და ამათ თუ გატეხავენ, ამათ თუ შეაშინებენ, გააჩუმებენ და ასე შემდეგ, დანარჩენ სოფლებს პრეტენზია ვეღარ გაუჩნდებათ. შიშის გამო ვეღარავინ ვეღარ იტყვის რამეს და რასაც შესთავაზებენ, რაზეც ხელს მოაწერინებენ, გახდებიან იძულებული, დაზარალებული მოსახლეობა რომ იყვნენ კმაყოფილი. ჭიათურის სოფლებში მცხოვრები ადამიანები საქართველოს მოქალაქეები ვართ და კეთილი უნდა ინებოს ჩვენმა ხელისუფალმა აიღოს ის პასუხისმგებლობა და ის რაც კომპანიამ თავისი მადნის მოპოვებითი სამუშაოებით ზიანი მიაყენა არა მარტო სოფელ შუქრუთს. მოგეხსენებათ, შუქრუთის გარდა 11 სოფელია სამწუხაროდ უკვე დამდგარი ზიანი არის სახეზე, ღია კარიერებით არის გადათხრილი და განადგურებული, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოექცეს კანონის ჩარჩოებში, როგორც წესი და რიგია, უნდა გაუწიოს ამ ყველაფერს სახელმწიფო ზედამხედველობა და უნდა მოხდეს აქ მცხოვრები ადამიანების ინტერესების გათვალისწინება და სამართლიანად, კანონიერად უნდა მოხდეს დაზარალებული მოსახლეობის ქონების შეფასება და მათი ალტერნატიული საცხოვრისი გარემოს შექმნა. მე მახსოვს, როდესაც კომპანიის ხელმძღვანელები ამბობდნენ, რომ ის რომ სოფლები ინგრევა, ეგ არ არის ჩვენი ბრალი. ეს არის მემკვიდრეობით გადმოცემული ზიანი.
20 წელია უკვე ჯორჯიან მარგანეზე ოპერირებს ჭიათურაში და მუშაობს იმდენად გაძლიერებულად რომ სადაც კი მანგანუმია ყველგან შესეულია იყო უბრალოდ ყველგან მუშაობდნენ აღადგინეს კომუნისტების დროს დახურული მაღაროები სადაც შეჩერებული იყო საერთოდ დახურული იყო მუშაობა და ეგრეთ წოდებული დამცავი ფეხები იყო დატოვებული ყველა მაღაროელს ესმის კარგად შეიძლება სხვამ ვერ გაიგოს მაგრამ ყველა მაღაროელს ძალიან კარგად ესმის თუ რაზე არის საუბარი როდესაც შევიდნენ ორჯერ და სამჯერ ნამუშევარ მიწის ქვეშ უკვე რომ გამოტანილი იყო მანგანუმი იყო თავისთავად რაოდენობა აღარ იყო მარგანეცის ამისათვის შედიოდნენ იმ აკრძალულ ზონებში სადაც დამცავი ფეხები იყო ალბათ თითოეულ ჩვენთანასაც გვექნება ჩვენი ხელით გამოთხილ ის დამცავი ფეხები მაგრამ არა იმისთვის რომ სოფელი დაგვენგრია ზუსტად ამ ყველაფერმა გამოიწვია დღეს რომ შუქრუთი ინგრევა აგერ ითხვისი ინგრევა მე ვარ მაღაროელი მე ვარ ერთი საშუალო განათლების მქონე ადამიანი რომელმაც ვიცი მე სანგრევის მართვა და არანაირად არ არის ჩემს იდეაში აქციის მართვა მაგრამ გვიწევს მაინც ვერა და ვერა მოვძვერით ამ ბანკების ვალებიდან და საბოლოო ჯამში მივდივართ იქეთკე რომ 80% ან 70 სახლი გვექნება ჩადებული ბანკში ანუ სიმდიდრე წევლად ექცა ჩვენ ქალაქს როცა ლოცვა თუ დაქცევოდა და ბარაკად კი ბატონო 2017 წლიდან ჭიათურის ჯორჯიან მანგანეში მოკლედ ჩაერთო და პირდაპირ თუ ირიბად მოგვივლინეს სპეციალური მართველის სახით გვარს არ აქვს მნიშვნელობა ვინც იყო რაც იყო მოვიდა ეს ადამიანი და ანუ მთავრობამ როგორღაც ხელი ჩაყო ამ ჭიათურის სწორად მართვაში მაგრამ რამაც გამოიღო შედეგი 4 აქცია იყო 2017 წლის შემდეგ მეოთხეა ეს ანუ ამ მხოლოდ უბრალოდ მართველის ჩაჯენამ არა ვერ გაამართლა თავარია უნდა წავიდეს და მიიღოს მთავრობამ პირდაპირ გადაიბაროს ჩვენი კომპანია და გადაიბაროს ჭიათურა და მიხედოს იმ ჭიათურელ ხალხს რომელმაც ჭიათურელმა ხალხმაც აირჩია და დასვა იქ სადაც ზიან ჭიათურაში შეკრებილი ამდენი ხალხი მე არასოდეს არ მინახავს გარდა 2012 წელი იყო ძალიან ბევრს გვემახსოვრება 2012 წელს როცა ჩვენ მთავრობაზე საუბრობთ ჩვენი მთავრობის მეთაური მაშინაც და დღესაც იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს გვახსოვს ჩვენ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჭიათურაში და გვახსოვს ხალხის ამაზე მეტი თუ არა ნაკლები რაოდენობა არ ყოფილა და ყველას კარგად გვახსოვს ესეთი გამოშვერილი ხელი მოვდივარ ჭიათურა მოდის და თუ მოდის მოვიდეს ველოდებით ბიძინა ივანიშვილს ველოდებით მთავრობის ჩართულობას ჭიათურის გადარჩენაში დაცლილია სოფლები ზოგ შემთხვევაში 3-4 ბავშვი დადის თითოკლასში სოფლებში არ არსებობს იმის საშუალება ბავშვი სპორტულად განვითარდეს ფეხბურთზე იაროს რეგბზე ცეკვაზე მუსიკაზე და ასე შემდეგ ამის გამო იმ ადამიანებს ვინც თავის შვილებს თავის მამაპაპისეულ ფუძეზე აცხოვრებს სოფელში აცხოვრებს სკოლაში ატარებს იმისთვის რომ დამატებით განვითარდეს უწევს ქალაქში სიარული სხვადასხვა საჭიროებისთვის რაც ეხან ჩამოვთვალე ზოგ შემთხვევაში ზოგ სოფლებში 4 ლარიღის მგზავრობა შობელს არ აქვს იმის საშუალება რომ ბავშვს ყოველდღიურად იმდენი ფული მისცეს მგზავრობაშიც ეყოს და ჭამაშიც ეყოს ამიტომ ხშირ შემთხვევაში ბავშვების მონდომება სურვილი და პოტენციალი ქრება და ეს რომ არ მოხდეს ჩვენ მოვიფიქრეთ ზუსტად ამიტომ რომ ჭიათურის მიმდებარე ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტი ყველა სოფლიდან ქალაქში იყოს უფასო და არა მარტო ბავშვებისთვის სრულიად ყველა ჭიათურელისთვის საქართველოს ჭიათურის დამატებით სოციალურ პრობლემებზე ასე შეუძლია გაერთიანება და თუ არ იბერტყავს ყურს და არ შეიბერტყავს მომავალში მთავრობა იმიტომ რომ ჩვენ კომპანიასთან აღარ გვაქვს სალაპარაკო კომპანია როგორც პროფკავშირი
უნდა წავიდეს ჭიათურიდან. გულგრილობის შემთხვევაში სახელმწიფომ თუ გულგრილობა გამოუჩინა, თუ უარყო, თუ ყურადღება არ მიაქცია ამდენ ხალხს, მომავალი ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი ამ დორობის ამ ქვეყანაში. მეთანხმებით?